ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ უკრაინაზე, სადაც არის ბლეკაუტი, ანუ ელექტროენერგიის მასიური გათიშვა ბოლო 6 საათის განმავლობაში. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ დარტყმებით, ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსეთის დარტყმების შედეგი არის მთლიანი განადგურება და დაზიანება ელექტროსისტემის, მაგრამ კონკრეტულად რომელმა დარტყმამ გამოიწვია დღევანდელი ეს მასშტაბური ბლეკაუტი, ეს ჯერ არ ვიცით და ამას გავარკვევთ. შესაძლოა სუმიში დარტყმა იყოს, რომელიც დილით განხორციელდა. თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად ისევე როგორც მოლდოვაში ელექტროენერგია არის გათიშული და ეს გამოწვეულია იმით, რომ ენერგოსისტემა ისედაც უკიდურესად რთულ ვითარებაში იმყოფება. რუსეთი სისტემატიურად ბომბავს უკრაინის სხვადასხვა ენერგო ობიექტს და ამის შედეგად პრაქტიკულად გრძელვადიანად აზიანებს ენერგომომარაგების ხაზებს. მათ შორის პრობლემები შექმნა დღევანდელმა მდგომარეობამ, კონკრეტულად კიევში წყლის მიწოდება არის მთლიანად შეჩერებული დაახლოებით 5 საათის განმავლობაში. მეტრო იყო გაჩერებული, ახლა როგორც ამბობენ უკვე აღდგა მეტროს ფუნქციონირება, რამდენიმე ოლქშიც ელექტროენერგია აღდგა უკვე, მაგრამ 6 საათი ელექტროენერგია არ იყო. მდგომარეობა იმით არის გართულებული, რომ კიევში ახლა არის დაახლოებით -10 გრადუსი, ხოლო ღამის განმავლობაში იქნება -17, ანუ საკმაოდ ცივა. სანამ უშუალოდ გადავიდეთ ახლა აი ამ საკითხის დეტალურ ანალიზზე, საინტერესო ინფორმაციას მოგატყდით, შემდეგ რუკაზე ვნახავთ თქვენთან ერთად ვითარებას თავად ბრძოლის ხაზზე, კონკრეტულად რა გადაადგილებები და ცვლილებები არის. გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი კომენტარები, ჩართეთ შეტყობინებები და ამით შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს. დიდი მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს დღევანდელ თემაზე. გეტყვით, რომ პრინციპში ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ზიანი აქვს უკრაინის ენერგოსისტემას და შესაბამისად მოწყვლადი გახდა გარკვეულწილად და რუსეთს ეს საკმაოდ კარგად ესმის, სწორედ ამიტომ აქვს დაგეგმილი ნაბიჯები სწორედ ელექტროსისტემის ენერგეტიკის მიმართულებით აქვს ძირითადი დარტყმები ამ ეტაპზე. პრეზიდენტ ტრამპმა, როდესაც თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მეშვეობით სთხოვა 2 დღის წინ პუტინს, რომ დარტყმები არ განახორციელოს უკრაინაზე, რადგანაც და კიევზე განსაკუთრებით და ენერგოობიექტებზე, რადგანაც ძალიან ცივი ზამთარი, ანუ ძალიან ცივი კონკრეტული პერიოდი ელოდება უკრაინას, -17 უკვე გითხარით, შეიძლება მეტიც იყოს სხვა დროს, ანუ საკმაოდ ცივია გესმით ეს ვითარება. შესაბამისად, ამ ვითარებაში საჭირო ჩათვალა შეერთებულმა შტატებმა, რომ რუსეთს მიმართოს, თხოვოს, მოუწოდოს, ნებისმიერი სიტყვა არის აქ მისაღები, რომ შეწყვიტოს ეს ჰუმანიტარული დარტყმები, ანუ ეს ხომ სამხედრო ობიექტებზე დარტყმა არ არის, ანუ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. ამაზე პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, თქვა, რომ კი, თანახმავართ და ტრამპს უკვე დავუდასტურეთო ეს ინფორმაცია. როგორც კი ეს გაჟღერდა, ეგრევე როგორც ყოველთვის შემექმნა ეჭვი, რომ პირიქით გააკეთებენ ზუსტად. რუსები როგორც წესი აკეთებენ ყოველთვის პირიქით იმის, რასაც თანხმდებიან მათ შორის უკრაინის კონტექსტში, აი სიტყვასიტყვით პირიქით. ანუ თუ თქვენს რომ არ დავბომბავთ უკრაინას, ესე იგი უეჭველი დაბომბავენ უკრაინას უახლოესი დღეების განმავლობაში და ესეც მოხდა, დაბომბეს თან ისე, რომ ამან გამოიწვია ენერგოსისტემის პრობლემები, რომელბაც ისედაც ძალიან ცივი ამინდი გადაიყვანა იმ რეალობაში, რომ არ არის სითბო, არ არის ელექტროენერგია, არ არის წყალი პრინციპში და 6 საათის განმავლობაში. ეხლა ამ მომენტისთვის მდგომარეობა უმჯობესდება, შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ იმ მიზნით, რომ აღადგინონ ყველანაირი საჭიროება. კიდევ კარგი, ატომურ სადგურებზე არ არის არანაირი ინციდენტი რადიაციული, თუმცა ატომური სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთი მოვლენები ხდება,
ატომური სადგურის ელექტროენერგიის გადაცემა, როდესაც შეუძლებელი ხდება, ატომური სადგური აუცილებლად ამცირებს ეგრევე ელექტროენერგიის გამომუშავებას. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს იმისთვის, რომ უზრუველყო, ესე იგი, ელექტროენერგიის და ატომური სადგურების უსაფრთხოება. ამიტომ კიდევ კარგი არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა შექმნილი არ არის საგანგებო და ატომური სადგურები მუშაობენ სტაბილურ რეჟიმში. ეს ყველაზე საფრთხის ყველაზე დიდი მატარებელი არის პრინციპში მაგატეს საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით ჩერნობილის ატომურ სადგურთან დაკავშირებით არის გარკვეული სირთულეები, რადგანაც იქ ელექტროენერგიის მიწოდება რომ შეწყდა, ანუ კიდევ უფრო გაართულა ისედაც რთული ვითარება, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურზე არის, იცით, კიევისგან ჩრდილოეთის მიმართულებით არის ჩერნობილი, აი აქ მდებარეობს. აი აქ მდებარეობს კიევი, აქ არის. ჩერნობილი მდებარეობს აქ. ახლა თქვენთან ერთად ჩვენ ვნახავთ რუკაზე უკვე აი სად არის ძირითადი ეპიცენტრები ამ ესე იგი მოვლენების და აქ ხედავთ რა თქმა უნდა დედაქალაქ კიევს, ასევე აქვე ხედავთ რუკაზე დასავლეთ მიმართულებით ჟიტომირის და ვინიცას ოლქები, სადაც არ არის შუქი, ისევე როგორც ჩერნიგოვის უკვე აღმოსავლეთ მიმართულებით, შემდეგ სუმის, ხარკოვის, დნეპროს მიმართულებით, კრივორიგის და ასევე ოდესას მიმართულებით. ამ ძირითადი რაიონები არის, სადაც არ არის ელექტროენერგია ამ მომენტისთვის. და გასაგები არის რუსეთის კონკრეტული მიზანი და სურვილი ამ მიმართულებით, ვფიქრობ ყველასთვის. ახლა ჩვენ თქვენთან ერთად შევხედავთ ასევე ვითარებას ბრძოლის ველზე, ხაზზე და გავაანალიზებთ ამ მდგომარეობას. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ სუმის ოლქიდან და აგერ ქალაქი სუმი, ხედავთ. ქალაქი სუმიშიც არ არის ელექტროენერგია, ეხლა უკვე აღდგენა მიმდინარეობს. ეს მცირე მონაკვეთი არის წითლა, სადაც რუსები არიან შემოჭრილი, ხოლო აი ეს ნაწილი ტერიტორიის წოტკინას მიმართულებით უკრაინელები არიან შეჭრილი რუსეთის ტერიტორიაზე. პრინციპში ერთადერთი ადგილია, სადაც ოდნავ შეჭრილი არიან ძალიან უმნიშვნელოდ. აქაც არის მეორე ადგილი, ესეთი ერთი სოფელი უკავიათ უკრაინელებს სასაზღვრო ზონაში. ეს პრინციპული საკითხი ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა. აქ ხედავთ, რომ ხარკივის მიმართულებითაც პრინციპში ძალიან აქტიურად აგერ ხედავთ თქვენ, რომ რუსები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ არაფერი არ გამოსდით რეალურად აქ და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება არის ხარკოვიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ქალაქი კუპიანსკი, აგერ ქალაქი კუპიანსკი და ქალაქი კუპიანსკი ხედავთ თქვენ, რომ რომელიც ნაწილობრივ დაკავებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, მედლევიცკი დაურიგეს კუპიანსკი აღებისთვის მეორედთან, ერთხელ კუპიანსკი აღებული ჰქონდათ წლების წინ და უკრაინელებმა გაათავისუფლეს, მერე კუპიანსკში ახლა შევიდნენ 2 თვის წინ და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. კუპიანსკში შევიდნენ რუსები, თუმცა სპეცოპერაცია ჩაატარეს ასეთი განსაკუთრებული უკრაინელებმა და პრაქტიკულად გაათავისუფლეს მთლიანი კუპიანსკი უცებ და ეფექტურად. და ამის შედეგად კუპიანსკის მიმართულებად ჩვენ ხედავთ, რომ მდგომარეობა არის სტაბილური და განსაკუთრებული ცვლილებები აქ არ არის, უკრაინელები აკონტროლებენ ვითარებას. ოდნავ უფრო სამხრეთით ვითარება სტაბილურია, აქ არაფერი განსაკუთრებული სასაუბრო არ არის. შემდეგ მოდის სლოვიანსკის და კრამატორსკის აგლომერაცია, სადაც პრინციპში აი ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სტაბილურია ვითარება. ძირითადი თავდასხმა რაიონი არის პრინციპში სამხრეთიდან, რომელიც მოდის ქალაქ კონსტანტინოვკას მიმართულებით. ხედავთ ქალაქ კონსტანტინოვკას, აი ეს გარეუბანი კონსტანტინოვკასი არის რუსების კონტროლის ქვეშ. ტორეცკი აქ არის, აქ ხედავთ ჩასვი არის, რომელიც წელიწადზე მეტია რუსეთი ცდილობდნენ რუსები დაკავებას ჩასვი არის და აიღეს და მანამდე ბახმუტი გახსოვთ 2 წელი ალბათ ბახმუტის ბრძოლები მიმდინარეობდა დაახლოებით. ანუ რუსები არა, ახლა არიან ბახმუტიდან რეალურად არც თუ ისე შორს და აგერ რაღაც დაახლოებით 20 კილომეტრიც კი არ არის მთლიანობაში, სადაც რუსები არიან შესული ბახმუტიდან საბოლოო ჯამში და საკმაოდ მცირე მონაკვეთი არის.
კონსტანტინოვკას მიმართულებით დიდი წინსვლა არ აქვთ. ყველაზე მეტი წინსვლა რაც ჰქონდათ, აი ამ მიმართულებით არის, ეს მინდა განახოთ და ეს უკავშირდება სწორედ ქალაქ მირნოგრადს, აგერ ხედავთ ქალაქი მირნოგრადი, რომელიც ალყაში იყო და აიღეს ბოლომდე, ანუ უკრაინელები გავიდნენ ამ ქალაქიდან და ქალაქი პაკროვსკი. პაკროვსკიც პრაქტიკულად მთლიანად აღებულია, ეს ერთი უბანი არის პატარა დარჩენილი, მაგრამ ახლა უბან არ ვსჯელობ რა, ანუ რეალურად ვცდილობ მთლიანი სურათი ვნახოთ. პაკროვსკი და მირნოგრადი აღებულია, აქ აქვთ წინსვლა, მაგრამ უმნიშვნელო, ანუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ წინსვლას. ყველაზე დიდი წინსვლა აქვთ ცოტა უფრო სამხრეთით და აქაც რადიკალური ცვლილებები არ არის, აი მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს აქ. გულაიპოლეს მიმართულებით კერძოდ. განახებთ ახლავე გულაიპოლეს. აგერ გულაიპოლე, რომლის 80% როგორც ხედავთ დაკავებულია, მაგრამ ერთი ნაწილი უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის. რუსებმა ეფექტური ოპერაცია შეძლეს გულაიპოლეში, რაღაცა მოხდა იქ უკრაინელების შეიარაღებულ ძალებში კონკრეტულად, შესაძლოა გათვლა არასწორი ჰქონდათ და უცებ შეძლეს რუსებმა გულაიპოლეში შეჭრა, რომლის შედეგადაც ჩრდილოეთ ნაწილში, აი ეს მთელი პლაცდარმი ჩრდილოეთით, რასაც ხედავთ გულაიპოლესგან, ასევე საკმაოდ უცებ აიღეს, ანუ სტრატეგიული აქ ან ტაქტიკური უფრო, მაგრამ ოდნავ სტრატეგიული მიმართულებით შეძლეს გადაადგილების განხორციელება და ახლა არიან რამდენიმე ადგილს გაღრმავებული, როგორც ხედავთ, გულაიპოლესგან ჩრდილოეთით. ანუ ახლა მათი მიზანი აქ არის ეს მიმართულებით გულაიპოლედან ჩრდილოეთი აიღონ და გულაიპოლეში მოაქციონ ასეთ ალყაში. შემდეგი მიზანი, რადგან სამხრეთიდან ვერ მოძრაობენ აქედან, არეხივის მიმართულებით მოძრაობა არ არის, წლებია. არ არის მოძრაობა. ვერ მოძრაობენ ფიზიკურად. ეთყობა იქ რელიეფი და კლიმატი და ვითარება ისეთია, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია მოძრაობა. ამიტომ სავარაუდოდ ეცდებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ზაპოროჟიესთან დაახლოებას. სხვა პრინციპში ცვლილებები რუკაზე არ არის, ერთადერთი უნდა ვთქვათ, რომ ხერსონის მიმართულებით აგრძელებენ დაბომბვას ხერსონის, მეორე ნაპირზე იმყოფებიან მდინარის და მარტივია ხერსონის დაბომბვა, მაგრამ მდინარის გადასვლა ცხადია, ეს ფანტაზიის სფერო არის, რუსეთს მაგდენი რესურსი ახლა არ აქვს, რაც ხერხოსონი დატოვეს, რეალურად არ უცდიათ მდინარის გადაკვეთა. როგორც ჩანს, ესეთი ტემპით რომ გაგრძელდეს, შემდეგი თავდაცვის ძირითადი მიმართულება არის ქალაქი ზაპოროჟიე, რომლის აღება წარმოუდგენელია, იმხელა ქალაქია. პაკროვსკი, რა თქმა უნდა, შორს არის, უკაცრავად პავლოგრადი. შორს არის, მანამ სანამ მივლენ პავლოგრადამდე, ამაზე ადრეა საუბარი, რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა შეიძლება გაიმართოს შემდეგი ესე იგი, აი ამ მიმართულებით კრამატორსკი და სლოვიანსკი. მაგრამ ჯერ მივიდნენ იქამდე, როდის მივლენ. და მეორე საკითხიც მთავარი უკავშირდება იმას, რომ ეს ქალაქები, კრამატორსკი და სლოვიანსკი 2014 წლის ომიდან იქ დაიწყო, სლოვიანსკში დაიწყო საერთოდ ომი, შეგვიძლია ვთქვათ, გირკინმა დაიწყო 2014 წელს და პრინციპში ამავე ლოგიკით ყველაზე კარგად მომზადებული ქალაქები არის, მათ შორის ფიზიკურად. ანუ ინფრასტრუქტურა არის ჯერ კიდევ პოროშენკოს დროინდელი, გაძლიერებული, რომელიც ყველაზე კარგად უზრუნველყოფს, აი უკრაინაში თუ არის რომელიმე ქალაქები კარგად დაცული, ეს არის სლოვიანსკი და კრამატორსკი, რომელიც აგლომერაცია არის, ანუ ორი ქალაქი ერთად არის დაახლოებით რა, ვერ იტყვი რომ ცალ-ცალკე ქალაქებია, განახებთ ცოტა უფრო ახლოდან რუკაზე. აგერ ხედავთ კრამატორსკი და აგერ სლოვიანსკი. ანუ შესაბამისად ეს ერთად არის რა, ორი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ერთი ზომის არის დაახლოებით. შესაბამისად აქ წარმოუდგენელია, რომ აი შუაში რამე ბრძოლები იყოს, ბრძოლები ან იქნება აქეთა მხრიდან, ან რეალურად თუ რუსები აქედან დაუახლოვდებიან კრამატორსკს, ანუ აქეთა მხრიდან. შესაბამისად, ძირითადი ბრძოლები შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ ფრონტზე. ძალიან კარგად არის მომზადებული ეს ველი, ძალიან. და რუსებს დიდად იქ წინსვლის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ ჩემი აზრით და მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და ექსპერტი მაგას აფასებს ზუსტად. შესაბამისად, ვითარება უკრაინაში, როგორც ხედავთ, ძვირფასო მოქალაქეებო, რჩება ასეთად. ახლა მინდა ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც შევაფასო, რა შესაძლო გავლენები შეიძლება ჰქონდეს ამას. კერძოდ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს გზავნილი
უგულებელყოფილია მთლიანად და პრაქტიკულად იგნორირება გაუკეთა რუსეთმა საპირისპირო მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა, ანუ კონკრეტულად ეს გულისხმობს რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოფილიყო ახლა, შესაძლოა რომ ეს გამოიყენოს როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე უკრაინამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წაწიოს დღევანდელი ამბავი იმისთვის, რომ კონკრეტული იყოს დახმარება უფრო მეტი ენერგოგენერატორების მიმართულებით, ენერგოსისტემის მხარდაჭერის მიმართულებით, საერო თავდაცვის მიმართულებით. ანუ უკრაინას სჭირდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აწვდიან ძალიან ბევრს, ათობით მილიარდი დოლარის წელიწადში. ათობით მილიარდი დოლარის. საკმარისი არ არის, იმიტომ რომ რუსეთი მთელი თავისი სახელმწიფო ძალით მთლიანად ებრძვის უკრაინას. ანუ თვითმიზანი რუსეთის გახდა უკრაინასთან ომი. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არაპროპორციული არის რესურსები, ამიტომ დასავლეთიდან დასჭირდება ამას კიდევ უფრო მეტი რესურსები და შესაძლოა, ვითარება ისეთია, რომ შესაძლოა ეს რესურსები აღმოჩნდეს. შესაძლოა დასავლეთმა რეალურად გადაწყვიტოს და დაეხმაროს უკრაინას კიდევ უფრო, იმიტომ რომ ახლა ხედავთ, რომ დასავლეთის პირობაც კი, რომ რადგან მიდის სამშვიდობო მოლაპარაკებები და მიდის, მაშინ უბომბავთ სამოქალაქო ობიექტებს. ეს ხო ომის ნაწილი არ არის. თუმცა პუტინს ეს არ აინტერესებს და სწორედ ამიტომ ველოდებით ამაზე უკვე განვითარებას, როგორი იქნება დასავლეთის მხრიდან ამაზე რეაქცია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა 40 მილიონიან ქვეყანაში ასეთი ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევა, ეს უნდა იყოს ძვირი, ძალიან ძვირი და იაფი ნამდვილად არ უნდა იყოს. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას ბედი და განვითარება, პირდაპირ კავშირშია საქართველოს ბედთან, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა და რუსეთისგან საფრთხეების შემცირება თუ ვინმე ამას აკეთებს უკრაინა. იმით რომ იცავს საკუთარ თავს. რას გულისხმობ ამაში? რომ არა უკრაინის მიერ ეს ომი, ანუ თავდაცვა უკრაინის და რომ დანებებულიყვნენ მაგალითად, ან არ გაეგრძელებინათ ეს თავდაცვითი ომი, რუსეთი უკვე დიდი ხანია აღადგენდა საბჭოთა კავშირს. ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვასაც აიღებდა აქვე. უკრაინას მერე დნესტრისპირეთს, ამაზე ვისაუბრეთ თქვენთან ერთად და შემდეგ მოლდოვასაც იღებს და შემდეგ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას და აღდგა საბჭოთა კავშირი. ესე იგი, ძალიან გასაგებია, ძალიან ნათელია დღესავით რუსეთის აქ დღის წესრიგი. ძალიან ნათელია. და შესაბამისად საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, რა თქმა უნდა, თუმცა ამ კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ სანამ რუსეთი უკრაინით არის დაკავებული და უკრაინა იბრძვის დანარჩენი სახელმწიფოების თვისაც და მათ სუვერენიტეტს იცავს საქმით. ამიტომ უკრაინას მარტო სიტყვიერად არა, ყველანაირად მხარს ვუჭერთ და გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ უკრაინელთა ბრძოლაზე არის დამოკიდებული პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი საერთოდ. აღდგება თუ არა რუსული იმპერია აქ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს, როდესაც იქნება ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი გადაცემით.